კიდევ ერთხელ შევეხები ჩვენ როდესაც ქალაქში მსვლელობა გვქონდა ნახეთ დაკეტილი მაღაზიები თითქმის სრულად დაკეტილი მაღაზიები და აქ დგას როგორც მაღაზიის მეპატრონეები ასევე იქ მომუშავე ადამიანები მადლობა ამ ხალხს რომ უერთებიან ამ სამართლიან პროტესტს აქ დგას ძალიან ბევრი ბავშვები ბაღის მოსწავლეები სკოლის მოსწავლეები მათ შორის მასწავლებლები და ასე შემდეგ ძალიან ბევრს ხედავ და ყველას გულწრფელად დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან კარგია რომ ჩვენ ერთად ვიბრძვით თითეული ჩვენთაგანისთვის და ზოგადად ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის. მეგობრებო, დღეს კიდევ უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი ისტორია დავწეროთ. და ამ ისტორიის თანამონაწილე იქნებით თითოეული თქვენთაგანი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და სანამ საჯაროდ გავაცხადებდით, ჩვენ რამოდენიმე ადამიანს ერთმანეთთან გვაქვს პირობა მიცემული. და ვთქვით ის, რომ არ შეიძლება ყოველწლიურად, ყოველთვიურად ვეხვეწებოდეთ ვიღაცებს, თხოვდეთ ლუკმაპურს და ვთქვით, რომ ეს უსამართლობა სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. ან უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ, ან უნდა შევეგუოთ ამ მონობას და არ უნდა დავიწყოთ. თუ დავიწყებთ, ბოლომდე უნდა გავიტანოთ და სამართალმა უნდა იზეიმოს. ამიტომაც იყო, რომ 3 დღის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ხალხს ვესაუბრებოდით, უბრალოდ ვიდექით. არც მოთხოვნები გაგვიჟღერებია და არც გადავსულვართ პროტესტის აქტიურ ფაზაში. 3 დღის შემდეგ გავაჟღერეთ მოთხოვნები და თუ ვიყავით ერთეულები და ათეულები, ჩვენ ამ მოთხოვნებს, ჩვენ ამ შეუპოვრობას და ბოლომდე ბრძოლას შეუერთდა ასეულობით ადამიანი.